გამარჯობა, მოგესალმებით ტვინის გასაღების 52 ეპიზოდით. მე გახლავართ საბა ჯანაში, ამ გადაცემის წამყვანი და წარმოგიდგენთ თორნიკე ბაღათურიას ჩემთანაც ამ კვირას. მოგესალმებით მე. გამარჯობა თორნიკე. დღევანდელ გადაცემას დავიწყებთ მილოცვით. საქართველოს ყავს ახალი პატრიარქი, შიო მესამე, უწმინდესი და უნეტარესი და ღმერთმა ძალა მიცეს, ეხლა რამხელა ქარბორბალებშიც და რეებშიც გავლა მოუწევს ამ ადამიანს. ყველანაირად მთელი საქართველოს ვისაც პატრიარქი უყვარდა და ვინც პატრიარქს პატივისცემდა, ყველა ერთად უნდა დადგეს და ყველა ერთად გვერდში უნდა დაუდგეს ამ მართლა ოქროს ადამიანს ამ ურთულეს გზაზე, რა გზის გავლას მას მოუწევს, თან ამ ვითარებებში რა ვითარებებს და რამდენი მხრიდან ბრძოლები და შემოტევები და რეებს არ კადრულობენ. აბარა. ყველანაირი კუთხით ვიძახი ამას რა და თან თქვა პატრიარქმაც რომ ჩემთვის ილოცეთ რომ შევძლო ეს ძიმეჯვარის ტარება უწმინდესმა შიო მესამე თქვა. ხო და მე ხა ის გამახსენდა უცებ მამაშალომ რომ მოყვარო ის რო ქვია რომ აი უყურებდა ტელევიზორს სულ და როგორ წინდაო რომ აი რაღაცებს უსმენდა აი ხო ადამიანია არაფერს მოაშილა არ დაუბრუნებია ასეთი ხო ის არა ანუ არც ეთისთვის ხო და კიდე ერთხელ ყველაზე მნიშვნელოვანი პატრიარქის ნება ასრულდა მადლობა ღმერთს და შიო მეუფეშიო გახდა პატრიარქი და უწმინდესი უნიტარესი შიო მესამე ღმერთმა ეს ძიმეჯვარი ღირსეულად ატარებინოს და მართლა ჩვენ ლოცვებში სულ უნდა მოიხსენიოთ და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ლოცვა და გვერდში დგომა პატრიარქი, იმიტომ რომ ეხა წლებს ესეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ეკლესია სუსტი არის, იმიტომ რომ ეს ეპოქა დასრულდა პატრიარქს, ეხა გონიათ, რომ ეხლა არის დრო, ეხა გამძაფრებით, ეხა ჯერ ჩუმად არიან და ასმაგი ბრძოლა წავა ეკლესიის წინააღმდეგ. აი ასმაგი. არ გაჩერდებიან. და მადლობა ღმერთმა შეაძლებინოს და რა თქმა უნდა ქართველი ხალხის გვერდში დგომით, თორე ქართველი ხალხი თუ არ დაუდგა, თვითონ ყველას გაუჭირდა. პატრიარქის ქართველი ხალხის გვერდში დგომით იყო ეს ტრადიცია, მთავარი ტრადიცია კიდე რაც პატრიარქმა დააფუძნა და რაც მართლა ძალიან დიდ როლს თამაშობდა და ძალიან დაეხმარა ქართველებს ბავშვების მონათლა და ეგ ტრადიციაც გრძელდება, რაც მთავარი სული გამოთქვა პატრიარქმა რომ გავაგზავნოს. ხო, რა თქმა უნდა, ეხა ეგ არის ისაც აძლიერებს ადამიანს და ძალასაზრს და იმედს აძლევს და სიხარულს ანიჭებს, რომ იცის, რომ მესამე შვილის და ყოველი შემდეგი შვილის ნათლია იქნება პატრიარქი. დემოგრაფიაში წარმოგიდგენ პატრიარქს 47,000 ნათლული ყავს. ამ ხელა ციფრი არის. ხო, ეგ ხო დემოგრაფიულად შენ სწორად დემოგრაფიული პრობლემის გულისთვის დაიწყო პატრიარქი. აი მაგინიცია ეგ იყო, აბა რა მთავარი მიზეზი ეგ ხო პატრიარქი ხო სულ ჩვენ ქვეყანაზე 24 საათი საქართველოზე ფიქრობდა რა გაეკეთებინა და ხალხი რო ფიქრობს რომ რა გააკეთოს ისეთი რითი დაეხმაროს იმას რომ ქართველიერი უფრო გამოდოს და ამ დროს აქედან ხალხი რა შვება რომ აბორტი და ყრელობა და ყოველწლიურად რამდენი აი თემა შეეხე აი მეუფეშიო მას მოსაყდრე რო იყო აი ხო ვიდეოს ჩავთავ და მოვისმინოთ აი რა სიძახის აბორტის შესახებ და ამ ვიდეოშიც ნათლად ჩანს როგორი პატრიარქი ყავს ღვთისმსწავლობით რა აი მოვისმინოთ და მე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. ვინ არ ამბობს რომ აბორტი აგრესიაა და აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე ვსაუბრობთ როცა წელიწადში 40,000 ბავშვი იკვლება მარტო ჩვენს მიერ ეს არაოფიციალურად თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს ეს ადის 100,000 და მე სულიერად რომ შევხედოთ ჩვენ ღმერთი არასდროს არ მისცემს იმ ერთს ბედნიერებას და გამარჯვებას რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩემი აზრით, ჩვენ ამდენს არ უნდა ვილაპარაკოთ. არაფერი არ გამოსწორდება, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვებს კლავთ. 1000-ობით და 100-ობით 1000 და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას. წარმოიდგინე რა ზუსტი შეფასება არის. აი ჩვენ ქვეყანაში აბორტი უნდა აიგრძალოს და ის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები რაც არის გაყიდვებიდან საერთოდ უნდა ამოიღონ, ექიმებს უნდა აიგრძალოთ აბორტის ეს ოპერაციების გაკეთება. ძალიან კატასტროფულ მდგომარეობაში ხა დემოგრაფიას რო ყველან სულ ვაპარაკო, ხო ჩვენს რა კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. მე კიდე ეს ემატება 40,000 ადამიანი იკვლება ბავშვი წელიწადში. წარმოიდგინე ეს კატასტროფული ციფრებია. ამას თუ არ მიეხედა, ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩავარდებით ჩვენი ქვეყანა და ვიღაცა ხო არის რომ ვიღაცები არის საუბარი იმას რომ აი არ გვინდა შვილი არ უნდა და თუ ვიღაცა შვილი არ უნდა კიდევ გააჩინოს და სახელმწიფომ და ეკლესიამ ერთად აიღოს ვალდებულება ამ ბავშვების აღზრდაზე რა შესაძლებელია ეს თავისუფლად რა და ამით მართლა ნათლად ჩანს. ხო, ბავშვი გაჩნდეს, ბავშვი რა შეიძლება. ხო, ბავშვი გაჩნდეს და მე სახელმწიფომ რაღაც სახელმწიფო დაფინანსებით და რაღაც ხელშეწყობით მე ეკლესიამ აიღოს პასუხისმგებლობა ამ ბავშვების გაზრდაზე რა. ეს იქნება ყველაზე იდეალური და ჰუმანური გამოსავალი რა და
დემოგრაფიაში უდიდეს ჩენ წარმოიდგინე. ეს ყველაფერი რაც თავარია, იმიტომ რომ მართლა გჭირდება და მართლა საჭიროა. მით უმეტეს ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის. წარმოიდგინე შენ წელიწადში რომ პლუს 40,000 იყო კიდე მეტი ციფრები არის, მაგრამ 40,000 ავიღოთ. წარმოიდგინე პლუს 40,000 ბავშვით მეტი რომ დაიბადოს ყოველ წელს. რა როგორი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის. ჩვენთან ეხა შობადობა უფრო დაბალი ვიდრე სიკვდილიანობა და სადღაც არის ზუსტი ციფრი არ მოხსოვს არ შემარა სადღაც 15,000 ან 15,000 უფრო მეტი ადამიანი ხდება ვიდრე იბადება და წარმოიდგინე პლუსში გადიხარ ეგრევე რა და რა დიდი შეღავათი იქნება ეს ჩვენი ერისთვის და პატრიარქის მოსაყდრი იყო და მაშინ საუბრობდა ამას და ეხლა პატრიარქი რო გახდა ეხლა წარმოიდგინე ამას უფრო ყველითი ნაბიჯებიც მოყვა და უფრო ესე შეუტევს ასე რომ არა ეხლა რამდენი ისე წარმოიდგინე ზოგადად რომ რამხელა ღვაწლი ქონდა ჩვენ პატრიარქს ილიამ როგორი გზა გაიარა რეები მოხდნენ და ეხლა ესეთი პატრიარქის მერე რო აცნობიერებ სრულად იმას რომ შემდეგი პატრიარქი ხარ რამ მიხვდი რამ თამას არის აწეული და მაგიტა შემაძლებინო ილოცეთო ჩემს ყველაზე მეტად ილოცებთ კიდევაც პატრიარქო შენთვის და მთელი საქართველოს ვილოცებთ და შენ გვერდში ვიდგებით რა ერთმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი და ერთმა გააძლიეროს და ყველაფრის ძალა და დარწმუნებული ვარ შეძლებს ამ ყველაფერს ნამდვილად აი ხაი როგორ პატრიარქს ებძვიან მოდი ესენი ცოტა ხასიათი გავიფუჭოთ მაგრამ ნუ ეს აუცილებლად უნდა ჩართოთ აი მე მოსაყდე რო იყო აი გვარამიას მოусვინოთ უბრალოდ როგორი ბოხმა და ღვარძლი გადმოდის ამ ადამიანის მხრიდან რუსეთის აგენტი ვითომ ძალათი დანიშნული თანამოსაყდრეთ რუსეთის აგენტი ასევე ის კაცი არც ვიცი საერთოდ ვინჩენი ფეხებია უკაცრავად ეს არის კატასტროფა რაც ახლა საპატრიარქოში ხდება ეს არის რუსული პროექტი საქართველოს საპატრიარქო სადამსჯელო ინკვიზიტორი ქართველთა სულიერად გახსნილი საკუთარი ერის მოძულე რუსეთის უშიშროების რიგითი პაგონებიანი მოსაყდრე თუ რაღაც თანამეინახე შიო უმალ მისი მორალური სიკვდილი დადგება ვიდრე ის გახდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თვალებში გიყურებთ მეუფე შიო და მე გპირდებით ამას ნელა იყავი შენ თვალებში ყურებაში ნელა მეინვაილ ვარი და უცებ პატრიარქი ვარ და ანუ რა საზიდგარი ხტები აი მე უკვირთ რომ ხმას არ აძლევენ და აქციაზე ხალხი რო არ გადის ანუ წარმოიდგინე ზედმეტი სახელი გაქვს ქათამი კაც ანუ ეგრე მოგიხსენიებენ ანუ მე კი არ გარკვევ ამას ესე ქვია რა ხალხში ეგრე მოგიხსენიებენ და ანუ ეგეთი პრიჩოსკებით ხარ წარმოდგენილი და ზოგადად ყველაფერი იყავი პროკურორიდან დაწყებული მოსამართლიდან დამთავრებული ჟურნალისტი ყველაფერი იყავი თუ კი რამე არის ვაფშე და პოლიტიკოსი ეხა ხარ რეციდივისტიც ხარ ერთი და იგივე რაღაცაზე ერთ სამჯერ უკვე სროგზეც ხარ ნამყოფი და გამოსული და მაგრა ვარ ბიჭები და რომ მე შენ რა გალაპარაკებს ანუ ის რა პირობას აზრობდა რა თვალებში უყურებ ვიზე ლაპარაკობდი просто რა ვისაც კი აგინე და ვინც კი ლანძღე ყველა ვიღაცა გახდა ეხა დაფიქრდი ტრამპს ლანძღავდი უშვერი სიტყვებით ეგერ პრეზიდენტი გახდა მეორეჯერ ამერიკის სალომე ზურაბიშვილის იმდენი ლანძღე პრეზიდენტი სანამ არ გახდა ჩვენი ქვეყნის და ეხა პატრიარქი სანამ არ გახდებოდა კაცი პატრიარქს ლანძღავდა პატრიარქი გახდა პრობლემა აშკარად ხო არის შენში რაღაცა რომ იქნებდა ანუ შენ თავზე იმუშაო შენ თავს უმკურნალო შენი თავი ლანძღო შენი თავი იქნება შენც რაღაცა გეშველოს და ერთი კარგად გალანძღე ეგრე აი ეს შენი თავი იქნება და შენც სადღაც რაღაცა გაგიმართლოს და რაღაცა შედგება პროსტა არაკაცი ხარ ჩვენ პატრიარქზე რომ ამას ლაპარაკობდა ვაფშე ზოგადად რეების გახდა ლაპარაკები ტელევიზიაში ეს ლაპარაკ ჯერ მეუფეზე და მოსაყდრეზე ეგ რაღაც როგორი მინ ჩემი ფეხებია ყოფილში ანუ რა საშინელი ტიპი არის პროსტა რა ამაზრდენი პიროვნება არის აი ხა მაქსიმალ თავს ვიკავ ყველანაირად ძდილობიანი ვიყო მაგრამ ნუ აი ესეთები არ უნდა არსებობდნენ საერთოდ პოლიტიკას არც არსებობს ვიღა არის ვიღა უყურებს კაი რა მართლა აი ვიღა არ არსებობს როგორც 24 საათი ტელევიზორები და მოზღვრავენ და ჭკუას გვარი 26 მაისს ხა აქციას გერგმავენ და ის 4 ოქტომბერსო რო არ გამოუვიდა თუ იმასო დამთავრებო ჩვენ 26-ში დავიწყებ და 26-ში დავმთავრებთ ანუ გამოდის აი ეს ნაგლი ეს იმენა არაკაცი გამოდის და ეს რაღაცებს საუბრობს.
ანუ სირცხვილია რა. ეს ამ მეუფეშიოს უწმინდეს ვერაფერს ვერ დააკლებს. ეს ჭყიპინი, მაგრამ უბრალოდ ილუსტრაციისთვის ნათელი მაგალითია, როგორი საზიძღრები არიან და რატო არ აქვს ადამიანების თანადგომა ესეთ ხალხს. მე მგონია რომ საერთოდ აღარ მოიაზრებიან ეგენ. აი იმ ადამიანებს ვისაც ადრე ვინც გამოიყენეს მაგათმა და ისე გქონდა, იმათიც ეგ პონტია უკვე რომ იცი არა ვინ არიან და არანაირი ფასი აღარ აქვს. აი არხი ხო ქონდა ეს თავარი არხი ხო ქონდა. დღეს არის იმენა ორღობის პორტალი. ორღობის პორტალში რომ ესე აგდებს საიდან მიგდებს არ ვიცი არც და ლაიქებული მეანყოს და არ და სულ ხო აგდებს რაღაცა ინფორმაცია. ნათელებებია სტყიმალი გადმოუვიდა ქვაბიდან და წარმოიდგინე ანუ უკვადრე იყო რა იცი. დებდნენ ისეთ პოსტს სადაც ჩააგდებდნენ ვიღაცის სურათს მე ამ თავის ტროლებს ალანძღინებდნენ. ეხა ხდება ეგეთი რაღაც უკვე იმ დონეზე დადეგრადირდნენ, რომ ანუ პოსტს ხოდებს და იქ რომ შევდიხარ რომ შენ რომ ფიქრები რომ ნახე პროვოკაციული პოსტი დადეს, არაფრის თქვენი, არაფრის მომცემი, არაფრის შემცველი, უბრალოდ ხალხს რომ გაალანძღინონ სხვა და შედიხარ და უკვე ის პონტი კი აღარ არის რომ იქით ანძღავენ. აქეთ წერენ რომ ვიზეც არის ის რომ გაალანძღონ, იმას კი ალანძღავენ. ამათ ლანძღავენ რომ აი და რა ამას რო წერდა და რა ეხა ეს ინფორმაცია გამოსატანი იყო და ორი პონტი. ერთი ის რომ ესეთი ანუ გასაზრდენ, მეორე ბიჭო. ერთი კითხვა მაგ ძალიან დიდი ხანი. ამ ვითომ რაღაცნაირად გმირა ოპოზიციონერა რაც პოლიტიკოსებს რა რო გამოხვალდა იქ სტატუსებს რო გამოაშოაშოლებთ კომენტარებს რატო თიშავთ თქვენ თუ მართალი ხალხი ხართ თქვენ თუ სწორი ხალხი ხართ იმიტომ რომ არ შემოვიდეს ხალხი და არ მოგაყენოთ ის შეურაცხყოფა რასაც იმსახურებთ იმიტომ რომ თქვენგან არც სტატუსი გვეკუთვნის ჩვენ ქართულ ხალხს და არც პოსტი და ვაფშე არ გვინდა რა თქვენი ის და ეგრეა რა ანუ კომენტარს თიშავენ ბიჭო იმებს კომენტარებს გითიშავენ რომ ვერ დაუწერო ვერაფერი თვითონ გეუნი მე რა აგინებენ ძირითადად ხო და ეხლა რო იცი ტიპი რო დგები ვიდეოს წერ იცი რომ უნდა გაგინოს 800 კაცმა და კომენტარს უთიშავ რომ არ გაგინონ ვის რაღაცო გვაყურებინებ ხო რომ გაგინონ აი რეალურად ეგ არის ხო რომ მაყურებია მე მაინც შენი მხარაჭერი არ ვიქნები რას გამაგებინებ ხო და თან კომენტარს თიშავ მარაზმში არიან და არ უნდა არსებობდნენ ესე მამას სულ ვიმეორებ რომ ეს პოლიტიკური ველიდან უნდა გაქრენ ეს საზიძღრები რა და აი კიდე მეოფეშიოზე ეს მეოფეშიოზე მე მაქვს ერთი მაგარი ვიდეო და შენი ფავდიანა ხო? კი და გაუშვათ რა ჩემი დიანა როგორც ყოველთვის ფორმაში არის მე ჩავსავ თუ გინდა ხო ჩართე ჩემი დიანა როგორც ყოველთვის ფორმაში არის და აღარ ანუ დაიღა ეს ქალი რა გადაიღალა ეს ქალი ანუ რა იუმორი აქვს ესეთი არის ტოპკებში ურტყამს ვის უყურებს ყოველდღე აი იქ ხო ჩვენ რა ვიდეო ვზვარდებთ იქ ხო სახე არ ჩანს როგორ ემუნება და დარწმუნებული ვარ აი ეს ჩავწევს მოდი ის რო იყო რა ძალიან კომედი იმაში რაღაცაში ხო ხორცის გაყიდული და ხორცი კი აი ეგრე აი სვეტში გეუნები ეგეთი დონის აი ისა აქ რა მაგარ ტოპკებს ურტყამს მაგარს ზუსტად არ ტყამს საკმაოდ უნდა ვთქვა რომ შიო მესამე ნუმერაციით რატო მიანიჭეს ეს ნუმერაცია არ ვიცი როცა სამდოში შიო მეორეა მაგრამ ნუ ეს სხვა საკითხია არ მაქვს არანაირი ვერ დაითვალეს თუ როგორ არა იქ შიო პირველი და შიო მეორე ორი შიო იხსენიება ზოგიერთ წიგში პატრიარქების ჩამონათვალში მაგრამ სინამდვილეში არაფრით არ დასრულდება შიო პირველის არსებობა რომელიც თქოს მე-14 საუკუნეში იყო პატრიარქი შიო პირველი მართავდა საქართველოს ეკლესიას მე ანუ ვერ დაითვალეთო ანუ ელემენტარულად ვერ დაითვალეთ კაცი მე რამდენი შიოაო ანუ ეგ პრობლემა გაქვთო ანუ ხარ უსულიო ეგ ბიჭო ხო და რა ამ პარტავენე წარმოგიდგენთ რომ ორ წიგშიო მოიხსენიება მაგრამ არ დასტურდებაო რომ შიო პირველი არსებობს აი წარმოგიდგენთ რა ამ პარტავანია რომ აი ხა შიო მესამე რომ დაარქვეს ამაში ხო წმინდა სინოდი მუშაობდა და კიდე არ ვიღაც ზუსტად არ ვიცი ვინ მუშაობდა მაგრამ რომ რაღაცა ჯგუფი ხო მუშაობდა ამაზე და ესეთ შეცდომას ვინ დაუშვებდა აი წარმოგიდგენთ რა ამ პარტავანი უნდა იყო და ჯერ მოდი და სიტყვაზე კი მე ვამბობ სიტყვაზე მე ვამბობ აი წარმოვიდგინოთ რომ სიტყვაზე შეეშალა სიტყვაზე შეეშალა და სიტყვაზე შიო მეორეა და აი რა ხო აი რა ხდება ანუ შენ ახლა მიყვედი იქ სტუმარს მოიწვი ეს სისტემი და შენ ეს ხომ მივიდო და ის კი არა რომ აი გეინაცვალე საქართველოს პატრიარქი რაღაცა შიო მეორე კი არ არის თურმე შიო ბიჭო
შენ თვითონ ვინ ახარ, ანუ მე რამდენი ხარ, ან რა გამპარტავანი ხარ, ხარ, ვინ ვაფშე რა გიკეთებიათ, რომ ხო. გამოდიხართ, ბიჭო, ხო. ვინ ხართ? აი, ვიღაცაზე რომ ლაპარაკობთ და ლანძღავთ. თუ მართლა დასაბუთებულად ფაქტით არ ამბობთ, რომ და არ ლანძღავთ. ვინ ხართ, ბიჭო, ანუ ვინ მოგცათ უფლება, რომ შიო მეორეა თუ შიო მესამეა? აი ხა შენ დაждე ტელევიზორში, შენ და რა თქმა უნდა წინააღმდეგ განწყობილმა იმენა რა წამყვანმა დაждეთ ეხა და იმაში რა ქვია ილაპარაკოთ ეგეთი აი ვერ ხვდები პროსტა აი რა მათი გასარჩევი ან სურო იყოს აი არ იძებნება შიო მეორის მოღვაწეობა და აი შიო და რა ანუ რას გასწევს თვითონაც იძახის არ არის დაზუსტებულიო ანუ თვითონაც ზუსტად არ იცის თვითონ ვერ იპოვა რა თვითონაც არ იცის ზუსტად და ეხა იმ ხელა რაღაცა გაგაქცეს რაღაცა პატივისცემა რა ვიცი ეს საპატრიარქოსი და იმ ხალხი ის მუშაობს რაღაც ის მაინც იფიქრე რომ იმათმა შეიძლება შენზე მეტი იციან ხო ძალიან მარტივია ხო ჩვენი პატრიარქი იძახა ეს რაღაცას რა ჩვენი პატრიარქი იძახა ეს რაღაცას რომ ყველაზე საშიშიო და დიდი შეცდომაო არისო კატეგორიული აზროვნებაო რა ანუ კატეგორიული აზროვნება ნიშნავს ანუ როცა всё რა შენ იცი რომ აი ეს არის ეგრე და არავის ას არის მენ არც განსხვავებულს არც ისეც არზე არის ძირითადად დებილებს ანუ საშიში რეალურად ეგეთი ტიპი არის ყველაზე საშიში ხო ანუ ამაში აი ვინ რა აკეთეს ვინები არიან ეს ხალხი აი რა დამსახურება რო ხო თან ქონიათ საშუალება რომ ქონოდათ დამსახურება მივხვდი ის კი არა ხა მე რო ვიღაცა მომიტირე და შენ რა დამსახურება მე რატომ მე არანაირი საშუალება არ მქონია რომ რამე დამსახურებდი რაც მქონია ძმაო ყველაფერი დამსახურებია ხა მე ჩემზე იგივე შედარებას ვერ მოიტანა პროკურორი რო იყავი და ყველაფერი რო იყავი და ანუ ის რო გაგებული რო ქონდა ხალიჩასავით ყველაფერი ფექვის სარაკენი ანუ და რა შედეგი დადე ვინ გახდი კარგი გახდი უკვე დღემდე ტირი ხარ ანუ 9 წელი რაც იბოგინეს 14 წელია ტირიან ეხა და ანუ რავი კაია თქვენი აზრით ეგ და იმასკენ შეგერგოთ რამე არაფერი არავის არ შეგერგებათ ვინ არც მომავალში არც წარსულში ხო ესე თუ გააგრძელებენ რა თქმა უნდა ყოველთვის დაჩაგრულები იქნებიან ყველანაირად პოლიტიკურად ადამიანურად ყველანაირ ასპექტში რაც არსებობს ნელა გიახოლდება ჩვენ 17 მაისიც ხო ნამდვილად ჩვენი წმინდა დღე ეს ოჯახის სიწმინდის დღე რომელიც ჩვენმა პატრიარქმა გამოარჩია ეს დღე და გამოარჩია ეს დღე ჩვენ ყველანი კარგად ხვდებით ეს დღე თუნდაც 17 მაისს რატოა და არც არ ნორმალავს რატო შეიქმნა ეს დღე ამ ქვეყანაში პარაიდის კვირეულია რა ის კიდე საკათამის ის კიდათ რა ქვია თაუერი კიდე აქ არასდროს ეგეთი რამე არ მოხდება თქვენთვის იქათამავეთ სადაც ქათამაობთ და რაც გინდათ ისაკეთეთ ხა პარადები რა ბებია თქვენისამ ვაფშე ყველას ეხება ვისაც აი ეგეთი არის სურვილი აქვს და არასოდეს აი ურსულა გამოვიდა და პირდაპირ თქვა რომ ევროკომისია ამაყობს პრაიდის კვირეულით ჩვენ თუ თქვა ბაზარია რა ჩვენ ვამაყობთ 17 მაისის ან ოჯახის სიწმინდის დღით ვინც პრაიდით ამაყობთ ურსულასთან ერთად აღნიშნეთ ეს პრაიდი ურსულა ჩვენდეთ ოჯახში ყავდით და ჩვენ აგერ მაგათაც 17 მაისს გავალთ და ოჯახის სიწმინდის დღეს აღვნიშნეთ აი ამაში ჩანს რა დიდი უსწრულია ჩვენ შორის ხო იდეოლოგიური როგორი განსხვავება არის ხო არ ჭირდება აქ მეტი ჩაძიება ხო და ჩვენ აი კიდევ დავამატებ რომ ჩვენ აი ესეთ ურსულას ევროპაში არ გვინდა ნამდვილად ევროკავშირში სადაც პრაიდით ამაყობენ ჩვენი ერის უდიდესი უმრავლესობა ნამდვილად არ ამაყობს პრაიდით ჩვენ ამაყობთ აი ოჯახის სიწმინდის დღე ანუ ურსულა ვიტყვი რა კიდე აი ხა აი პოლონეთი ყოველთვის ხომ მოყავთ მაგალითად იმისა რომ იქ იბრძვიან და ანუ რასაც უნდა იმას აკეთებ იმიტომ რომ იქ აიხსენენ ქორწინება არ არის და არ არის სავალდებულო ამ ეს ხო სულ აგიტირებენ ამით და აი ხა აი სიტყვის წავიკითხავ ევრონიუს წერს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით პოლონეთმა პირველი ერთხელსიანი ქორწინება დაარეგისტრირა ქვეყანა ამიერიდან აღიარებს უცხოეთში გაფორმებულ იმ ქორწინებებს, რომლებსაც აქამდე სამართლებრივი ძალა არ ჰქონდათ. გამარჯობა შენი პოლონეთში მიაკითხა. მიაკითხეს და გააკეთებიეს უკვე.
პოლონეთის 27 ქვეყანა ევროკავშირში ყველგან ტარდება პრაიდები, საერთოდ ყველგან. პოლონეთშიც ტარდება, უბრალოდ პოლონეთში იქ ხალხი წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ პოლიციის კორდონები და იქ ხალხი უნდა ნახოს ძვლებში ამტვრევენ, რაც საშუალება აქვს, ყველან ხელს უშლიან, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებ, მაინც ტარდება. ერთ კესეთ ქორწინება მართალია, როცა იძახიან, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში არ არის ყველგან. რამოდენიმე შემარ, ეს არის დასაწყისი. აგერ პოლონეთი ყველაზე კონსერვატიული ევროპული ქვეყანა არის, ხო, ეს ცნობილია. აგერ პოლონეთში, აგერ ევრონიუსი წერს, უკვე ანუ იქ კი არ არის ქორწინება კი არ დაუშვეს, მაგრამ სხვა ქვეყანაში სადაც დაშვებული არის, იმათ უკვე თავის ქვეყანა ეს არის ჯერ ერთი ნაბიჯი. შემდეგ მოყვება ის, რომ იქ მე ერთხელ ქორწინებას მიიღდა. ეს არის რა აბსურდები როგორია ჩვენთან რაღაც სისულელებს როგორ ელაპარაკებიან ყოველთვის, რომ ჩვენ ვითომ ევროპაში არ გინდა რაღაცა იქ იგრი არ ხდება, რა არ ხდება, აგერ ფაქტია, ხო? ევრონიუსი წერს ამას და ისედაც ესია, ძალიან მარტივი არის. შენ ევროკავშირში შედიხარ, იქ გიწევს მე იქ რაღაცა მათი მოთხოვნების გათვალისწინება. და ლოგიკურიც არის. ეს არ არის, ხო, თუ რაღაცა გაწევრიანებაში ხარ, იქ რაღაც თავის წესები აქვს, ის წესები უნდა დაიცვა რა, ხო, მარტივია რა, ეხლა ის არ არის, რომ იქ შენი აი უნგრეთს აგერ რას უშვებოდი, უნგრეთმა მიიღო ბავშვებში აიგრძალა LGBT პროპაგანდა. და დღემდე ეხა უკვე ახალ პრემიერ-მინისტრს თხოვენ, რომ ეს კანონი გაუქმოს. ანუ არ არის რა იქ ესეთი თავისუფალი გადაწყვეტილება ევროკავშირში რო ხარ, ვერ იღებ რა და მარტივია და ეხა ნუ ვისაც არ ჯერა ისინი ისე არ დაიჯერა ჩვენ მაგათ არც ვესაუბრეთ. ანუ არხი გაიჩნდა ოფიციალურად უნგრეთში ტელევიზიაში, ხო? ანუ არა. სისარტყელა ექნება. სისარტყელა თუ რაღაც ქვია და ანუ ოფიციალურად იქ წარმომავლობას რომ საიდან მოდის ეს ყველა. აი მაგას ანუ ხო და ეხლა ნუ ვერ გავიგე. ესენი არის მესამე საათის ჰიპნოში და მას ვერ ხვდებიან. ზოგი კარგად ხვდება, უბრალოდ იცის რომ ეს უნდა ილაპარაკოს და იმიტომ ლაპარაკობენ, მოკლედ მავნებლები არიან. მაგრამ ერთი სიტყვით ჩვენ აგერ ოჯახის და თელი საქართველოს ნაცვლად ჩანს და პატრიარქის გასვენებამაც აჩვენა და იმ დაგზავნის დღეებმაც და აგერ 17 მაისს ამდენი ადამიანი ქართველი ვინმართ მოკლედ აგერ ხელის გულსა მაგიტომაც არის ეს დღე რომ ნაცვლად კიდე ერთხელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენ ვინ ვართ. რა ხალხი ვართ? მორჩა რა, მარტივია და აგერ რუსულამ იამაყოს პრაიდი. რუსულამ იამაყოს გურამა როგავათი და იმეებით რა კრინჯა ყოფენ მაგათი. კრინჯი აი არ შემდგარი, კაცებად არ შემდგარი ტიპებისგან და ისე ყველა ერთმანეთს რანაირად გვანან მართლა. ერთი ვიდეო მინდა გავუშვა რა. აქტუალური ამბავი არის. და სანქციას იმედი, ხო? და რის გამო ეგ ამ თავარი. და სანქციას იმედი. და ბიჭო ამ ნაძირალა იუნოკევიჩი თუ აი ვიღაცა საზიზღარი ლატვიელი ქალი და ეს წარმოვიდგინე ეს მომხდარი ფაქტია ეს იმედი რომ დაასახელეს გავიგეთ. ეხლა ხანს ხდება ეგეთი რაღაც რომ აი ამ ქალმა ახალი კანონ პროექტი შექმნა როგორ უნდა დაასანქციოს საქართველოს ტელევიზიები რომლებიც არიან ვითომ ეწევიან სამთავრო პროპაგანდას. ეხლა ამ ყველაფერს ეხლა თავარი რა მუღამირაში ამ ყველაფერს ევე პირველი ჟურნალისტი, იქ ჩასული ჟურნალისტი პირადად ეკითხება იქით ამხარეს ამ მოპასუხებ ხარს ვისაც უნდა რომ სანქციები დაეკისროს სხვა ტელევიზიებსაც და просто ინტერვიუს უსმენე ვისაც ლევს ევე პირველი ანუ ეგეთი მიკერძოებული ტელევიზია ვაფშე აზე არ არიან საქართველოში ბიჭო რა ხდება კი არა არაფერი. არც, აი 15 წუთს არ უთმობ. ირანი არის ან რუკაზე სად არის მე გადავედი. 15 წუთს არ უთმობ ბიჭო და რო აი გაიგონ მართლა რომ მართლა აი რა ნეტა რა ხდება მაგრამ აი ეგეც არა. და просто აი მას აი ამ ვიდეოს I do not have an official confirmation from მე არ მაქვს ოფიციალური დადასტურება ევროპარლამენტის შესაბამისი სამსახურებიდან იმის შესახებ რომ ტელეკომპანია იმედი რუსთავიორი და პოსტივი დასანქცირდნენ მაგრამ თუ ეს ასია მაშინ მოხარული ვარ რომ წესები ყველაზე ვრცელდება პირველ რიგში ვფიქრობ რომ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს თავიდანვე არაფერი ესაქმებოდათ ევროპარლამენტის შენობაში მეორე მხრივ კი ისინი არ იცავდნენ საპარლამენტო წესებს რაც ჩაწერისთვის წინასწარ თანხმობას გულისხმობს პირადად მე ჩამწერეს ჩემი თანხმობის გარეშე როდესაც სხვა ტელევიზიასთან ჩეხურ მედიასთან მქონდა ინტერვიუ. მიყვიროდნენ იმის გამო, რომ მათთან საუბარი არ მსურდა. არა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ დრო არ მქონდა მათთან სასაუბროდ. ამის შემდეგ კი საქართველოში ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია აგორდა. ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს და ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიული მედია გააკეთებდა. ასე რომ ძალიან მოხარული ვარ თუ წესები ახსრულდა. წარმოიდგინე რა ნაგლი არის. ჟურნალისტებს ვაძლევდი ინტერვიუს და იმ დროს მოვიდნენ და მაგაზეს პრეტენზია აქვს. ნაძირალა ქალო, აი იმენა ნაძირალა ქვია შენ რა.
ბიჭო, ვინ გათახსირებული უნდა იყო, წარმოიდგინე, რომ გამოდის და უკვირს TV პირველის ჟურნალისტს, უკვირს, ანუ TV პირველი უკვირს ამას, რომ თურმე გაუფრთხილება ჩაწერის გარეშე მომადგენ ინტერვიუზეო. სახში და იმაში ტუალეტში გივარდები. ერთში ტენიან მიკროფონი, ანუ სვადე რო იყო იქ ნათლობაში, მე ნათლია იქია წყლიდან შეიძლება ამოვიდეს. ანუ ვაფშე ყველგან ანუ სუეჩი ვაფშე ყველგან გაიჩნდა. აი ნანუკა და ის აი უეჭველი და ისო ყავთ რა ქვია რაღაცნაირი უძღეული კაცი რაღაცნაირი კაცი. ვერ ვიძახი მაგათ ვერ ვიძახი მაგას. არა ისო ყავთ რა გამატიტვლეს და გამაწამეს და რაღაცები კი არა ერთი ყავთ კიდე ნაზიროა ძალიან როგორ დამართ. აი ის რა ქვია გამაშიშვრესო იქ. აი არა გამაშიშვრეს მაგაცი არის ის უფრო ალბათ აი საშინელი კავაში რა ხალხია და წარმოიდგინე ბიჭო შეიძლება გავგიჟდე და ამას ეუნება რომ ამიტომ და ესე უნდა სასანქციო ისიც კიდიათ ფეხებზე რომ მანამდე რომ ეს სანქციები რაღაცები გაუშვეს დასანქცირდა თუ არა არ ვიცი მაგრამ არ გამიგია მაგრამ თუ დასანქცირდა კაია კაცო ანუ ისიც კიდია რომ მოიკითხოს რომ იქ რა მოხდა იქ მიზეზი გაიგოს ჩვენ რომ იქ ვასანქციები იქ რა მოხდა აი ეგეც არ უკითხე და ანუ ეს მონები აი მართლა ბიჭო სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ თქვენ ხართ მონები ეს ჟურნალისტებიც ეს ქართველებიც რომ ჩადიხარ და მაიმე ბრიუსელში პოსტაი აი ეს ვირთხა კიდე ეს გურამა როგავა იქ რომ დაждდა და მიხეზე კეფაში მოგხოდა აი ხილსი იყავი მაგრამ ხო მოგხოდა ჩვენ გმოვთ მაგზალადობას წახვედი იმკურნალე აეთრიე ფეხზე უზდელი ხარ შენი ნამდვილი სახე გამოაჩინე და ნაგავი ხარ ბიჭო წახვედი ხარ ბრიუსელში ხარ ვის აინტერესებს ეს ტიპი აი ვაფშე ვის აინტერესებს ნაგავის პარკი აი გადასაგდა და უზრდელი ბოჟაძე ჩვენ სიუჟეტი ქონდა იქ პარლამენტო რო იდგა და რა აგდებულად ხელები კიკაკალებს და ბელგიაში დაждდა ეხა და იმაში შენ ბელგიაში თუ გინდა წასვლა გეთქვა და აგიშვებიო და გაგიშვებდით იმაში რა ქვია ვაფშე იმ Tomorrowland-ში მაგრამ შენ ეგდე ეხა მად იმაში რა ნუ იტყუებიო როგორ ეუბნება რესპონდენტი ეგეთ რა ეს იმედი ჟურნალისტი რა ქნა ეხა ევროპარლამენტში შევიდა გაუფრთხილებლად რა თქმა უნდა გასაგებია ეს და უნდა და რესპონდენტი ჩაეწერა ძალიან დილობიანად და ამის გამო ერთი წელი აუგზავნეს ევროპარლამენტში შესვლა იმედი ჟურნალისტებს ან ჩვენთან მაშინ როგორ უნდა მოვიქცო როგავა მაშინ დასაჭერია მაგ მოგეკითხ ხო ან მაგ ყველაზე მინიმუმ რა ვიცი რებში დასალეწი მაგალითად რაღაცა არ ვიცი ხა რა ეს ხო კონტრასტი ხო ჩანს ამას რატოა გვარამიას რატოა ქალს რო უფლება რო ხელი დაარტყას და ჩვენ რაღაცა უბრალოდ ხმამა ჩვენ რატო არ გვაქვს არა ჩვენ და ჩვენ ხმამაღალი ლაპარაკის უფლებაც არ აქვს ხო არა ეს არც ამოსაჭრელი არ არის მაგრამ ვიღადავთ არა ხო ეს ვიღადავთ ხა მეგობრებო ეხა ისე ჩვენ ამოსაჭრელები უნდა გავუშვათ ხოლმე და ნახოთ ეგეთი გადაცემები ალბათ მართლა არის არსებობს აი რეიტინგი თუ გვინდა ეგეთი გადაცემა უნდა გაითი ვაჩვენოთ ხავს შავი მასალა ეს ანუ ხოდა დაუბრუნდეს ხოდა ეგეთი უნამუსოები არიან ეგეთი უსამართლობის ზეიმი არის უბრალოდ რა იმას რატო აქვს უფლება და ჩვენთან აგ ჟურნალისტს რატო აქვს უფლება რომ პირში ჩატენოს ვიღაც რესპონდენტი ეუბნება რომ არ მინდა ინტერვიუ და როგორ არ გინდა ეუბნება ფინია ზაღლი ხარ რომ გინდა და ეგეთი რაღაცა რომ გავაკეთო იმ ევროპარლამენტში და დაგეჭირა ანუ ზაღლი რო გაქვს ზედმეტსახელი რო გაქვს ზაღლი იმიტომ რომ იმიტომ კი არა რომ ჭკვიანი ხარ ზაღლივით ან სწრაფიან მონადირე ხარ ან რაღაცა იმიტომ რომ ფინია ზაღლივით მისდევრე აი ეგ მაგიტო ფინია ზაღლი და ცნობას გაფიცებ, ანუ ძაღლა რა კაცია. ხო, просто მაგდებს აი. არა, მე მივხვდი, მე მგონი ეგ რასაბი. გახსოვს ჩვენ რო ვიდეო ვქონდათ ძაღლი კაცები რო იყვნენ, ძაღლი ადამიანები. ხო. მე მგონი მაგაც მაგას აპირებს ეგ საბოლოოდ, ხო? ძაღლი არის ეგ. მე მგონი ეგ არის ერთ-ერთი შეიქ. მასკებით იყვნენ იქ რას გაიგებ. შეიძლება არის შანსი. მივხვდი რა, შეიძლება იქაც იყო, მაშინაც იყო იქ. ხო, ხო. და მე ჩამოდიოდა და აქ იჯდა იქ. კვადრობერი. კვადრობერია, ვერ გონი? გურამა კვადრობერი. გურამ კვადრობერი. რა კაცი ხარ, რა სახელი დაუაურჩიეთ. გურამ კვადრობერს ხო ერთხელ არა რომელი ეგ და აი ძაღლი როა თან და ეგ აი კონტია. როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი არის კვადრობერა და აქ ვიღაც ასანქცირ ანუ ესეთი სტანდარტები, ისე სწორი სტანდარტია, მე მართლა მივესალმე მაგას, ანუ გაუფრთხილებლად
ინტერვიუს ჩაწერა არ შეიძლება რესპონდენტ. აი ეს არის თუ წესია ეგ, უნდა იყოს ორი აზრი არ არის ამაში. ხო. მაგრამ მოდი მარტო ევროპარლამენტშია ეს წესი კაცო, ჩვენთან არ შეიძლება იგივე წესი იყოს. არ შეიძლება? იქაც თუ არის ჩვენთანაც იყოს არის იდეალური. ეხლა გამახსენდა უცებ ეს დღეები კიდე ვიდეოები მხდება შეგროვებული მაქვს. ჩე მარგალიტების? არა. მარგალიტი აბარა არის. ვაშაძემ სერიოზულად ჭიჭემ გადაწყვიტა. როგორ დავიწყო ეს დიადვაი? ჭიჭემ გადაწყვიტა, ესე უფრო კარგად გამოვა, მაყურებელს მიმართ. აი, როგორ ჯობია რო. მართლა ჭიჭე ვაშაძემ გადაწყვიტა, მოკლედ რომ თავიდან მერვედი ხანია ჩართოს, ანუ 7 არ ჩართულა ოღონდ. ოსტა გონია რომ მერვეზე გადართო ამან და გავიდნენ რა ქუჩაში ეს და გირჩი ჭაფარიძე და გადაწყვიტა ეს როგორ რომ დაარიგონ ბუკლეტები, რომ კამბექი გააკეთონ ვითომ. და მეტროებთან და რაღაცებთან დგანა და ეს ხალხი ანუ ვარ ხალხი ხელს არ ართმევს. ხალხი არის ვითომ არ არის და ხელს არ ართმევს. სად არიან ისინი აქრევიდან და ამ შეიძლება იცი მე ჩალიჩებს რომ ზალი ჩამოარჩა. მაგარ არა ხო იცი ანუ ეგ გადავა ხო იცი სად არის არ ზის და კი აქ ვარ და აი ეგრეთ განანი აქ ვარ აბა შენ თუ მოგესალმე პატარა ბავშვებს რო უკეთებ ხო ვითომ რომ ვერ ხედავენ ტელეს იწყებენ. ჭიჭეს ვიდეო ეს გავუშვით ეს ვიდეოები გავუშვათ რა დღეში არის აბა შენ თუ გამოგარჩევენ მიაწოდე და აი მაგდონეზე არიან რა ეს ხალხი და ერთ ვიდეოს გავუშვებ ჭიჭე ვაშაძის რა ნუ დღევანდელობა რა ზურაგირჩი ჯაფარიძეს აგინებენ ამ მომენტში ბატონო. ეხა ეგეც ვიცი ხა ნელ-ნელა რა თქმა უნდა ჩვენ ყოველდღე დავდივართ ხალხში და ვიცი თქვენი ასე ვთქვათ ტიტული ამ ვიდეოს ვაპაუზებ და ყურადღებით მოусვინეთ ანუ სხვა კითხვას როგორ უნდა გაცენ სხვა პასუხი ეგ ვიციო ანუ იქო გირჩი ჯაფარიძეს აგინებენ რა ეგ ვიცი მაგრამ აი პასუხი აი ვაფშე სხვა რაღაცას პასუხს ეხა თავიდან მოусვინოთ ამ ვიდეოს ეხა სხვა რაღაცას გულისხმობ მაგრამ კარგად გამოვიდა მან ეგ ვიცი. ჯაფარიძეს აგინებენ ამ მომენტში ბატონო. ეხა ეგეც ვიცი ხა ნელ-ნელა რა თქმა უნდა ჩვენ ყოველდღე დავდივართ ხალხში და ვიცი თქვენი ასე ვთქვათ ეხლა ვხედავთ აი ეხლა ვხედავთ რას ხალხის დამოკიდებულებას თქვენს მიმართ. დამოკიდებულება აი აქ დგავარ და ნახეთ ანუ ხო მაგრამ აი გირჩზე გეუბნებით რომ აგინებენ თქვა ამ მომენტში. ვიცით რა მე ხო ვიცი ისიც რომ ეგეც შემთხვევით არ კლასტერი ეგ ზურაბიძიაც. ესეთი ეხა აქეთ მე ეხა ერთმანეთში მიდის ეხა ქიშპობა რომ მე არ მართმევენ რომ ბუკლეტებსო და იქნებ შენ მაინც გამოგართვა რომ აბა შენ თუ დამოწები ოსტევი ჟურნალისტთან დგანან და აბა შენ თუ გამოგართვა ეს ბუკლეტს თუ რაც ეკლუცობენ თუ რა ქვია მაგარი ეკლუცი ეს ვიდეოები გავიგეთ და შენ მე ნოლი გახშაზი კაზინოს ვიდეო რა დაუდეს გახსოვს ეგ ვიდეო არ ეგ კი ვიცი ძალიან რაღაცები უკრეს ამ ტიპს ესეც რომ კავშირი აღარ უნდა იყოს პოლიტიკაში მაგრამ აი თამაშებენ და რაღაცებს არ ქნოს პარტიებთან აი ნიკოლას კეიჯი და მაკედონელი და პატიოსანი პოლიტიკოსი ვარო ჩვენო ვართ პატიოსნებიო ისე გაფასათ ეგრეო დიანა ხუთნა ჩემადია როგორ გასაკეთე ხურე ეს არის იმენა თვის ვიდეო მინიმუმ თვის რილსი და მოусვინოთ აი ლოგიკა რომ მომავალ ცხოვრებაში იქნებიო ან ლესბოსელიო ან კომუნისტიო რომელს აირჩევდი მიყვარს რელსი ლესბოსელი ან კომუნისტი ესე იგი ლესბოსელი ხალი უნდა ვიყო მომავალ ცხოვრებაში აი ლესბოსელობას აირჩევდი მე მგონი კომუნისტობა არ მინდა იმიტომ რომ იმდენად დავასვარო კომუნისტობამ იმხელა დაღი დაგასვა ზრობას გამიწევი ეგეთი რა დაღი დაგასვა კომუნისტობამ რომ ანუ ხალი ხდები და თან დაღის დაცმა მე ნახე შენ რაც თან როგორი რასაც გიზავენ როგორი ხალი იქნება თან ლესბოსელი ხალი ხდები ალბათ იმითი რა აუ როგორი დაკომპლექსებული არ კომუნისტი ვერც თქვა ხო შეიძლება ხუმრობით ეთქვა რომ აი ჯანდავას იმდენად დაკომპლექსებული კაცი მაინც ვიქნებიო ვინ გაკითხავდნენ მაგას გან როგორ დაკომპლექსებული ლიბერალურ საზოგადოებაში ის კომუნისტობა როგორი აი სიბნელეთ არის აკმული რომ ლესბიანკა ხალი გაიფითე ხო აი ხუმრობითაც არ შეუძლია რო თქვას რომ მოკლედ კომუნისტი ვიქნებიო და აი ამათ იმეც ეხლა რა მართლა რაში ვცხოვრობთ რა აი ამათ იმედზე არიან ისინი იქ აი ეს
მავნებელი ევროპელი ლიდერები ვითომ. და იმათ აქვთ ამათში ასხავენ ბენზინს და ფულს და ჩვენ აქედან უყურებთ რომ ესენი არიან იმენა ზოოპარკის კაცდა რა. ანუ ზუსტად. ამ ხალხს ხო არ დავეღებ. შეუშვი და კაიფულსი შოვიან იქ. კაც მე ბევრი მაყურებელი ეყურებათ გალიაში და სულ გადაჭედილი იქნება თირკ. სულ და კაიფულსაც მოენატრება იქ მოიწყო. და კაიფულსაც იშოვიან. ეს ლიზბიანკის ფორმაში. ცირკში. ლიზბი ხო რა? ალბათ კარგო გახევია. ალბათ კარგო გახევია და რაღაცა გაცნილი. მე ხია და მიწაღლი თები რო გასვიდა ბუმბულები რა თოთი ხო აი სერიოზული შოუ იქნება. მე ტიპი იმითი რო გაიქცა ყურე პოკემონის ფორმით იყო ის. მე გვაშინები აი ციკი. ეჩი მართა მაგაში. ის არო იყო ადრე და ის რაღაცა ან მე კათი რა ქნა მაგარ. დაამთავრა კარი და ვაფშე დაამთავრა. რაღაცა ჯადოსტური იყო. მახო ყველა წავიდა ამანა თავის კარიერა დაასრულა ვაფშე სამუდამოდ ან მაგით თავის კარიერა იქ ოფნით იყო და იქ სკაურობა დაასრულა თავის. ეგ და თვითონ მაგის მე აღარ მაგის მე საერთოდ ეკრანით აღარ გამოჩენილა ეგ ტიპი ვაფშე ამერიკაში ტაქსაობს და აბრალებს ხელისუფლებას რომ ტაქსაობს. ეგ მოდაშია. ეგ მოდაშია. აი გავიხმრე მაგრამ ნუ ხო რა რაღაცა ეგ მოდაში არის. რაკრო აბრალებენ ჰაი. არა იქ ვიდიხარ ტაქსისტი ხდებიან რაღაცა და ანუ მიმტანი და ანუ აგინე ადრეს ჩავყარეთ რა. onda ვაიმე მართლა ძალიან სერიოზული აი კაუჩი არ ვიცი მონოპოლი ცირკზე რო ლაპარაკობდა მაგ მომენტში რომ ეხა მე რომ დაამონტაჟო მართლა ამას კაბის ფორმა ჩააცვას და ის ვებხთან ერთად და რაღაც ცირკის სცენა მე AI-ში გაგვიკეთოს ეხა უცებ ეგ რა ხო და აქ ხარ გამოსწრებში და მაყურებლებში AI-ის და გაგვიკეთეთ რაღაცა ში რო იყოს ეგ ესე ვახ რავი გავერთეთ კარგად მგონი მივოვიხილეთ რაღაცა თემები კი ხო და კიდე ერთხელ ვიტყვი რა შემდეგ გადაცემაში შეიძლება სტუმრად გვყავდეს წარმომადგენლები რომლებიც ადამიანები რომლებიც საფუძველი ჩაუყარეს კემპს რომელიც სპორტინგის კემპი რომელიც რუსთავში ტარდება საფეხბურთო კემპი რომელშიც შეიძლებათ პატარა ასაკის ბავშვებს მონაწილეობის მიღება ნუ ამაზე უფრო ცლად ჩვენი სტუმრები გვეტყვიან და მხიარულ ნოტაზე დავემშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს მოკლედ გამოგვიწერეთ ამით ჩვენ ძალიან დიდ мотивაციას გვაძლევთ. დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა რომ გვიყურებდით, მომავალ შეხვედრამდე დროებით.